სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო გაცრავად. როგორ არის? დამშვიდდა ცოტა. თქვენ მეუღლებ ბრძანდებით ხომ? მეუღლეო. დამშვიდით და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ თუ კი შეიძლება. ბატონო, მაგრამ ჯერ თქვენ მითხარით, ოდნავ მაინც არ დამშვიდდა? კი, დამშვიდდა და დაეძინა კიდეც, თუმცა საკმაოდ ძლიერი დამამშვიდებლების ფონზე. მითხარით, აი ამ შეტევამდე რაიმე შიში ხომ არ გადაუტანია, ან თქვათ რაიმე სტრესი? არა, სტრესი არა, მაგრამ ამ ბოლო დროს საიკვია და რომ რაღაც დაავადება აღმომაჩნდება და მე მოვკვდებია. რატო? მოულოდნელად ახლობელი ხომ არ დაკარგა? არა, მსგავსი არაფერი, უბრალოდ რამდენიმე ხნის წინ ვიყავით გინეკოლოგთან, ექიმთან და იმან უთხრა რაღაც ვირუსი გაგვსვამთ. მე ხა არ ვიცი სახელს, ვერ ვიხსენებ, მეცო თუ ციტო თუ ციტომეგალოვირუსი. დიახ. ციტომეგალოვირუსი სიკვდილთან არაფერ შუაშია. პატარა მკურნალობა და მოგვარებადია. ვიცი, ქალბატონო. ვიცი, უბრალოდ თვითონ ნამუქებს ყველაფერს. რატომღაც საიკვია და რომ არაფერი აღარ ეშველება. ემოციური გოგო ჩანს. სულ ცუდ რაღაცებზე ფიქრობს. თავიდან მეგონა რომ ჩვეულებრივი ნევროზი იყო. ვცდილობდი როგორმე იქნებ ყურადღება გადამეტანინებინა რაღაცეებზე, მაგრამ ბოლოს უკვე სულ ჩაიგედა. ლოგინიდანაც აღარ გრება ხოლმე ხარ. მესმის, დეპრესიას ახასიათებს, თუმცა უფრო კვალიფიციური დიაგნოზისთვის ფსიქიატრს ჩავრთავთ. ნუ მიყურებთ ასეთი შეშინებული ფსიქიატრის ჩართულობა არაფერ ცუდს არ ნიშნავს. გასაგებია, რომ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ესეთი აკვიატებული შიშებია, პანიკური შეტევებია, ფსიქიატრის ჩართულობა აუცილებელია. მე განიკურნება? რა თქმა უნდა, შეიძლება დრო დაჭირდეს, მაგრამ იკურნება. და როდიდან შეიძლება მკურნალობის დაწყება? აი, ფსიქიატრს შეხვდებით, დანიშნავს მკურნალობას და მაშინვე. თავარია პაციენტი თანახმა იყოს. რო არ იყოს? ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ახლა თქვენი ჩართულობა მკურნალობის დასაწყებადაც და პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, გასაგებია. მადლობა. მოვდივარ. მოდით. ფეხბურთი შენ რატომ მორბი ხარ ხოლმე? ვინმე მხონა გააღოს კარი. თუ აქ იდგებით. მარტო ხარ? ხო. მოიცა შენ არ თქვი ქეთევენ რჩება? ხო, იყო და ეხლა წავიდა. ეხლა მაგის მთელი დღე ატანა, ცოტა რთულია. ეხლა იდგებით მან თუ შემოხვალთ? შემოხვალთ. ვარქში არა, მე გამოაღე მაცივარი და იქ არ მინდა არაფერი. რა
მაღაზი რაღაც გაცვია. მაგ წამს დღეს ვიყიდე. ხო და ძალიან მომწონს და ის საოცრად გიხდება რა. არა, კარგია. ძალიან ლამაზი ხარ მართლა. მადლობა დიდი. ხო და მარტო დღეს კი არა, რაღაც მთელი ბოლო პერიოდია ძალიან ლამაზი ხარ და რაღაც საეჭვოდ დაკუსკუსებ წინ და უკან და რა შენ მოხდება. ჩემჩნია ხო? ახ, ნუ იგონებთ ხა რა. მოდი აქ. მოდი აქ. ეხა ჩქარა მოყევი, ვინ არის, სად არის, როგორ არის, რა შვება. ყველაფერი გვაინტერესებს. არაფერი არ ხდება. კარგი, ცოტა მაინც მოგვიყევი რომე. მართლა არაფერი არ ხდება, ხო არ მოგატყუებ. კაი მართლა რამე რა იყოს, ხო მოგვიყვებოდი. ხო მოგვიყვებოდი. აუცილებლად, აბა რას ვიზამ. და მე ძალიან მინდა რომ რამე სიახლე გქონდეს. მეც. სიახლეზე გამახსენდა გიორგიზე არ ვიცით არაფერი? კი ვახო სულ ოპერაკე დღეს. რა? წერენ დღეს ამოტოფელან. აუ რა კარგია. რა დღეში ჩაიგდო ახალგაზრდა ბიჭმა თავი. მისი ბრელი. აუ კაი გეხვეწები რა, თვითგვემა აღარ გინდა რა, ეხლა რაც შენი ბრალია ისეც გავიგეთ. რაც შენი ბრალი არ არის, იმას მაინც უნდა იბრალებ. მოდი რა გამოვაყე მაცივარი და რაღაც გემრიელობებია და გამოიტანე რა. აი შენ თუ გინდა გამოვაგებ, მე არ მინდა არაფერი. როგორ ხართ მეგობრებო? ხელი ხარ შეგეშალეთ? არა მივდიოდი ყვა. მადლობა თაკო. არაფრის და დროებით. კარგად ნიკავ. დაგა. პირველად მივხვდი რაც ნიშნავს სიტყვა ნეტარება. რაზე მივხვდი? შენ სახეზე. ვერ ხვდები რას ბოდიალო. რას მივხვდი? მეტყოლების უნარი გვაქვს დაკარგული. მოგწონს ხო? ვინ? მე ჩემ თავს გეკითხები. აბა თაკო თუ არ გაგდებს მოგდგომარეობაში მე გადები. კარგი რა. ძალიან მოგწონს ხო? კარგი გოგოა და რატო არ გამომწონდეს? ხო არა, კარგი გოგოა და რატო არ გამოგწონს? მინდოდა რამე. საჭმელო დავაპირებდი გასვლას, ნახევარი საათი მაქვს დრო და მიფიქრე ხო არ წამოვადგო. თუ მადაც დაკარგული გაქვს. კარგი წამოვჭამოთ. მე დაგვატიჟებ, იქნება შემეშვა. ბიჭებო, ესე იგი ამბობთ, რომ ეს ნორმალური პარტია, ხო ცეხისთვის? კი, არა, სამსებით საკმარისია. ძალიან კაი. თან ამ ხელა საწყობია გვერდზე და რა. ჩვენი ცეხი ბევრად უფრო პატარა იყო. და რეებს ვაკეთებდით. აბა, წამოდით ახლა ოფისს გაჩვენოთ. დავუშვი. წამოდით, ბიჭებო, აქეთ არის შევადარეთ. იმ ოთახში მევჯდები. ხო, ეგ ჩემი ოთახია. მაგრამ შეიძლება გამოიგე. სადაც გინდა იქ დაჯექი, ჩვენ ვიმუშავებ. და როდიდან აპირებს რაწყებას? ინსტრუმენტებს დღეს გადმოვიტან, დანადგარებსაც. ანუ დღეიდან. ო, ბატონო. ძალიან კაი. ზალე? ოვი, სერ მახსოვდა. ბიჭებო, უნდა გავიდე რა მაპატიეთ, კაი? თუ რამე ხაზება. ალო, ხო, მოვდივარ. ბიჭო, კაი ადგილია რა. კი, ძალიან. მოგბრძანდით? რა ზვიათ? აი, არ გიხარიათ? როგორ არ გვიხარია? ას ქვია. კორპორატიული როდის გვაქვს ზვიათ? აუ, კორპორატიული მაგარი იდეა, ჰა? ო, რა თქმა უნდა, ამ ხელა კორპორაცია ვართ უკვე. ხო, და თან შეგვიძლია ჩვენი კლიენტების დავპატიჟოთ. კი, ზვიათ, კი, ყველაფერი იქნება, მაგრამ ჯერ რა ვიცი, მუშაობა ხო არ დავიწყოთ. აუ, მოდი რა ეს ამბავი დღეს ავღნიშნოთ რა. სადმე წავიდეთ და კარგი ლუდი დავლიოთ. ან აქ მოვიტანოთ. არა, აქ მოტანა არ ივარგებს. სადმე წავიდეთ რა. შედასიზავ. კაი იდეა. მე რა საქმე მაქვს რამე და. ო, ვერ გადადებ. დღეს ვერ. თქვენ მიხედეთ რა. ჩვენ წავიდეთ. ჩვენ წავიდეთ. წავიდეთ. შედი რა.
ოუ, სახლი რა კაია. ბიჭო, ამას აბაზანაში შევიტან და მე მანქანაში ვიყავ, ხო? ეი, დადე რა, მან მოვა ის ხალი და მიხედავს რა. კაი ძმა. ბიჭო, და წამლებს რა უყურე? შენს ოთახში შევიტანო თუ სამზარეულოში გიჩვენო? ოუ, დადე რა, და მე მივხედავ, წადი შენ რა. და სადმე შევძმობას გაფიცებ? არ მუშაო? არა. დღეს არა. რა იყო ერთი დღე არ შეიძლება რომ დავისვენო, კაცო? და წადი მე და დაისვენე რა. და აქ რო დავისვენო რა. ზერა ისე ვარ მენდობი? აუ ეგ რა შუაში ეხლა. აი რა. ისე არ შეიძლება რომ შენთან დავრჩე? აი რა მთელი სტუდენტობა ერთად არ ვიყავით? ახო პირობა ჰომოგეცი რომ დავამთავრე ეგ სისულელეები მეთქი რა. აუ რა იდიოტი ვარ. აი ამ ხელაკაცი რა რაზე ვიძლევი პირობებს რა. კაი ხომ ჯერა ხო? არქშია? რავი, ისე რა. თუმცა რატომ მოგშივდება იმ ხელა ჰერკულესის პაპაგაკ ნაჭამი? აუ რა საშინელი გემოქონდა იცი? ხო და ესე იგი შენც გშია. მედი ნახე აბა მაცივარში არის რამე. აუ არ გვინა გეხვეწები რა. აგერ გამოვიძახოთ რა რამე. აი გამოვიძახ. ოღონდ სუპი, ფაფა და კატლეტი არ დამანახო რა. საავადმყოფოში კატლეტიც ქონდა? უედა. ეძა რატომ ეძინა? გამომშვიდობლები გამიგეთ და ჩავდეცინა. წინარე წამომეყვანა? შენი ფეხით მოხვედი. კი დავიძინო ხოლმე. გამარჯობა. გამარჯობა, რა კარგია თქვენთან მოვდიოდი. მე თქვენთან მოვდიოდი. სინავს? კი, წერან გაეგვიძა და ორ წამს შეიძლება ჩაეძინა. თან არაფერი არ ახსოვს. ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით. ხომ აგიხსენით, საკმაოდ ძლიერი დამამშვიდებლები გაუკეთეთ. კარგია რომ ისევ დაეძინა. დღეს სავარაუდოდ იწინებს. ხვალ რამდენიმე ანალიზს გაუკეთებთ, ფსიქიატრიც ნახავს და ხვალე გაგიშვებთ. ხვალე გაგიშვებთ? დიახ. აუ, აი, ესე იგი მორჩა ხო? ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, ოღონდ იმ პირობით თუ სახლშიც გააგრძელებს რა მკურნალობას. თქმა უნდა, რასაც გვიტყვით, ყველაფერს ისე გავაკეთებთ. ძალიან კარგი. მომწონს ასე რომ ზრუნავთ მეუღლეზე. საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა. გასაგებია. მადლობა დიდი. აუ და დიდი ბოდიში რა. უკვე ხშირად გითხეთ, მაგრამ